დილამშვიდობისა, დღეს 21 ოქტომბერია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ აბულაძე და გეგი ნემსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, შევეცდებით რომ საინტერესო წარმართოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა თქვენთვის. ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის ჩვენს ეთერში და შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 21 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. 21 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს პელაგია ანტიოქიელს, ღირს ტაისიას, წმინდა პელაგია ქალწულს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ანონსს გაგაცნობთ ერთად მე და გეგი. ტრადიციულად პირველი სტუმარი იქნება მოძღვარი, ჯვრისწერის კანონიკური წინაპირობები. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ჩაგურთვება საქართველოს ეროვნული არქივიდან, სადაც დღეს საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იხსნება. თუ რას ვნახავთ საფესტივალო დღეებში, ამის შესახებ ჩართვიდან უფრო მეტ შევიტყობთ. ნინო ჩაგურთვება გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში. ხვალიდან კი ეროვნულ სასახლეში რიგით მე-16 ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი თბილისური აისი იწყება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები და გაიცნონ თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდება პიონერ ფილმის ხელმძღვანელი ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე და პიონერ ფილმელი თამუნა ცამბაია. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და დავბრუნდებით სტუდიაში მოძღვართან ერთად. მოგესალმებით ყველას და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი შემოგვიერთდა. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მამა ლონგინოს ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ეს არის ქორწინების საიდუმლო, ჯვრისწერის საიდუმლო, რომელიც ვიცით რომ ერთ-ერთი არის 7 საეკლესიო საიდუმლოთაგან. პირველ რიგში ვიდრე ვთქვათ კანონიკურ წინაპირობებზე ვისაუბრებთ ქორწინების საიდუმლოზე, ასევე
შევეხებით 60 ქულო სიტყვებს, რომ მამაკაც ქმარი არის ცოლის თავი და ასე შემდეგ, ანუ იმ თემებს, რაც უკავშირდება ქორწინებას, განმარტოთ არსი და გაგება, როგორი არის აი ამ საიდუმლოსი, ჯვრისწერის საიდუმლოსი ქორწინებისა. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თემა ფრიად, რა თქმა უნდა, საინტერესოა და ყოველთვის აქტუალური და პრაქტიკულიც. პირველი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ თვითონ პავლე მოციქულის სწავლება ქორწინების და ოჯახის შესახებ, რომელიც ის ადარებს ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობას, ნამოს რომ საიდუმლოზე დიდარს. და თვითონ აი ამ ტერმინს საიდუმლოზე მინდა ყურადღება გავამახვილო ჩვენი საზოგადოების, რატო ეწოდება ქორწინებას საიდუმლო. ზოგადად ჩვენ ესეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ საიდუმლო თითქოს ეწოდება იმის საფუძველზე, რომ ხდება ჯვრისწერა, რომ თვითონ ასე ვთქვათ რიტუალს უწოდებთ საიდუმლოს. ესეთი ასე ვთქვათ მიდგომა გვაქვს. რეალურად საიდუმლო ეწოდება არა თვითონ ჯვრისწერის ცერემონიალს და აი ამ მსახურებას, იმიტომ რომ პავლე მოციქული როცა საუბრობს ამაზე, მაშინ ესეთი ცერემონიალი როგორც ასეთი ჯერ კიდევ არ იყო ეკლესიაში დადგენილი. არადა საუბრობს ამ ურთიერთობაზე როგორც საიდუმლოზე. შესაბამისად საიდუმლო ეწოდება თვითონ კაცისა და ქალის ამ ურთიერთობას, რასაც ოჯახი ქვია და არა პირდაპირ ცერემონიალს. ცერემონიალი ასე ვთქვათ, ეს არის უკვე დაკანონება აი ამ საიდუმლოსი და მისი გაფორმება. და ამიტომაც რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად ოჯახის ინსტიტუტს, ცოლქმრობას და შესაბამისად სიტყვაზე ვამბობ, რომ არ ქონდეს ჯვარი დაწერილი კაცს და ქალს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რაღაცა პასუხისმგებლობისაგან თავისუფალი არიან, ან ასე ვთქვათ, საიდუმლოში არ მონაწილეობენ. პავლე მოციქულის პერიოდში იყო ისეთი ოჯახები, სადაც შეიძლება ჯერ ქმარი წარმართიყო და ცოლი გაქრისტიანებული, ამ პირიქით ქმარი იყო გაქრისტიანებული, ცოლი ისევ წარმართა დასჩენილი. და მათ ოჯახსაც პავლე მოციქული საიდუმლოს უწოდებს და იმასაც კი ამბობს, რომ თუ ამის ნიადაგზე მათ შორის დაპირისპირება არ არის და თქვათ აი წარმართი ქმარი ცოლს არ უშლისო ქრისტიანულად იცხოვროს ამ პირიქით წარმართი ცოლი, ისინი ერთმანეთს ნუ გაშორდებიან, იმიტომ რომ შეიძლება ქრის რწმენით ცოლიც მერე გაქრისტიანდეს, ან ცოლის რწმენით მერე ასე თქვათ ქმარიც. საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი მართლაც ურთიერთობა ორ ადამიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ იმ ურთიერთობებს შორის, რაც ადამიანებს შორის ყალიბდება, თქვათ მეგობრული, თქვათ შრომითი ან სხვა რაღაცა ესე თქვათ ურთიერთობა, რამაც შეიძლება განაპირობას მათი ახლო ყოფნა, ცოლქმრობა ყველაზე აღმატებულია. იმიტომაც იყო, რომ ჯერ კიდევ წარმართულ ეპოქაშიც კი, აი წარმართულ სამართალშიც, აი რომის სამართალი რო ავიღოთ, ხო ეხლა იმათ ესე ქრისტიანობასთან შეხება არ ქონდათ, მაგრამ ცოლქმრობა ეს ითვლებოდა ორი ადამიანის ისეთ ურთიერთობად, რომელიც შეუძლებელი იყო რაღაც ვადებით გაფორმებული იყო, როგორც სხვა ხელშეკრულებები. ეს იყო ისეთი ხელშეკრულება იურიდიული კუთხით, რომელიც მუდმივად უნდა გაგრძელებულიყო, ვიდრე ისინი ცოცხლები იყვნენ. იდეაში ყოველთვის ეს იყო ჩადებული. დიახ, მამალონგინო, ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ. ის რომ თქვა ჯვრისწერის გარეშეც თუ კი ოჯახი ერთად ცხოვრობს და მამაკაცი და ქალი და ანუ ცოლ-ქმარი არიან, მათ აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა კი არა და დიდი პასუხისმგებლობა უკვე უფლის წინაშე, იმიტომ რომ აი კომუნისტურ პერიოდში ჩვენთან ხომ საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობდა ჯვარდაუწერლად და ნუ შემდგომ ახლა ამ პერიოდში უკვე იწერენ ჯვარს გარკვეული მათგანი, მაგრამ ზოგმა ვერც მოასწრო, შეიძლება ისე გარდაიცვალა. ანუ ეს ოჯახები ითვლება ქორწინების საიდუმლოში მყოფ ოჯახებად, ხო? აი ეს წყვილები ითვლებიან. დიახ, ძალიან საინტერესო კითხვა დასვი ელისაბედ, ეს ბევრ ადამიანს აწუხებს და მე მინდა ძალიან მოკლედ დავკაფიოთ ეს აზრი დავაფიქსირო ეკლესიის აზრი, რომ რა თქმა უნდა ისინი ცოლ-ქმარი არიან. ჯვრისწერა არ წარმოადგენს ასე ვთქვათ ქორწინების ლეგალიზების გზას. ჯვრისწერა ეს არის უკვე იმ ორი ადამიანის საეკლესიო წესით კურთხევა, ვინც საეკლესიო არსითაც იაზრებს ამ პასუხისმგებლობას. და უკვე სამართო მადლითაც ხდება მათი ერთობის კურთხევა, დამტკიცება და მეორეს მხრივ უხეშად რო ვთქვათ, ანუ ეკლესიაც ადასტურებს, რომ მათ ურთიერთობაში არაფერი ხელშემშლელი არ არის ზნეობრივი და ეკლესიაც ასე ვთქვათ ნებართვას აძლევს, რომ მათ ეს ცოლ-ქმრული ურთიერთობა გაწიონ. წინააღმდეგ იმიტომ ვამბობ, რომ ეკლესიას არასდროს არ უარყვია ის ურთიერთობები, რომელიც ვთქვათ ჯვარდაუწერელი წყვილი იყო. კიდევ ერთხელ მინდა ხაზზე გავუსვა, პავლე მოციქულის დროს პირდაპირ ესეთი ცერემონიალი არ არსებობდა. რა თქმა უნდა, რელიგიური ნიშნით სხვადასხვა რელიგიებშიც ქორწინება ისეთი მნიშვნელობის იყო, რომ რელიგიური რიტუალების ნახლებით ხდებოდა კაცისა და ქალის შეერთება ნებისმიერ რელიგიაში. და მაგრამ პავლე მოციქულის დროსაც ხო ეს იყო აღიარებული ეკლესიის მიერ. ეს შეიძლება წარმართული ოჯახი ყოფილიყო ან სახელმწიფო რეესტრით ასე თქვა დაქორწინებული ადამიანები. მათ ეკლესია არ თვლიდა რომ ესენი ან მრუშობაში არიან, ან უკანონოა მათი ქორწინება და ასე შემდეგ. ეს არასწორი სტერეოტიპია საერთოდ გავრცელებული საზოგადოებაში. ამიტომ ის თაობა, ვინც თქვა ჯვრისწერის გარეშე გარდაიცვალა, ისეთ ეპოქაში დაიბადა, რომ ეს არ ესმოდა
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი რაღაც სასჯელის ქვეშ არიან, ან მათი ქორწინება არ იყო კანონიერი. არავითარ შემთხვევაში ეს არასწორი აზრია. მამალონგინოს აი საუბრის დასაწყისში კანონიკური წინაპირობა ხსენა ელისაბედმა და ამაზე რომ ვისაუბროთ. რა არის ქორწინების კანონიკური წინაპირობები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ქორწინების მომენტში წყვილმა და ასევე მთელი ცხოვრების განმავლობაში თანაცხოვრების დროს. დიახ, ეს თემა რატო შევარჩიეთ, რომ ეს რა თქმა უნდა უფრო მეტად იმ ადამიანებს ეხება, ვისაც სურს რომ საეკლესიო წესითაც იქორწინოს. გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით ჩვენ სახელმწიფო კანონებში ქორწინების შესახებ არ გვაქვს ესეთი დაწვრილებითი წინაპირობები, თუ რა წინაპირობებით შეიძლება ადამიანი იქორწინოს. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ღია ეს სივრცე. ნუ ამას თავის მიზეზები სამოქალაქო ქორწინებას გულისხმობ. ეს თავის მიზეზები გააჩნია ამას. მაგრამ ეკლესიას დარჩა თავისი ასე ვთქვათ რეგულაციები, კანონიკური წინაპირობები, რომელიც ვთქვათ მე ახლა ძირითად წინაპირობებზე მინდა ყურადღება გავამახვილო და არა ასე ვთქვათ დაწვრილებით ყველაზე, რომ ვთქვათ თუ ადამიანს ქრისტიანული წესით სურს ქორწინება, ანუ ჯვრისწერა, რა უნდა გაითვალისწინოს მან ესეთ დროს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სახელმწიფო კანონი ამას არ სთხოვს. პირველი რაც არის აი საეკლესიო კანონიკაში გასათვალისწინებელი, ნუ საიდუმლოზე უკვე ვისაუბრეთ, ეს არის ამ ორი ადამიანის თავისუფალი ნება. რატო ესეთი ყურადღება გამახვილებული? რომ რა თქმა უნდა, მშობელი ან მეურვე, ვინც ასე ვთქვათ ხელმძღვანელობს ამ ადამიანის ცხოვრებას, მისი აზრი და მისი მზრუნველობა გასათვალისწინებელია, განცოლქმრობა არის ეს უკვე ესეთი პასუხისმგებლობა, რომელიც გადასაწყვეტია იმ ორი ადამიანის მიერ, რომელიც უღლდება. შესაბამისად, საეკლესიო სამართლის სწავლება როგორია, რომ მშობელიც კი, რომელიც ყველაზე უფლებამოსილია თავის შვილზე, მანაც თუნდაც ფსიქოლოგიური ზემოქმედება არ უნდა იქონიოს თავისი შვილის არჩევანზე. შეიძლება რჩევა მისცეს, მიმართულება მისცეს, დარიგება მისცეს, მაგრამ გადაწყვეტილის მიმღები უნდა იყოს თვითონ უშუალოდ ის ადამიანი და არა მშობელი. ამიტომ მშობლების უხეში ჩარევაც კი ერთგვარ დანაშაულად ითვლება საეკლესიო კანონიკით, როცა ისინი აი უხეშად აძლევენ მკაცრად მიმართულებას, ვიზე იქორწინოს, გინ გოგომ, გინ ბიჭმა. ეს ყოველთვის ასე იყო, მამალონგინოს? ყოველთვის ასე იყო, აბსოლუტურად. ეს ეხლა რა თქმა უნდა ისტორიაში გვხვდება ესეთი შემთხვევები, როცა მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას და მივიდოდნენ სამეფო კარზე და ის გასაგებია ეხლა მეტნაკლებად, თუმცა ესეც ბევრ დარღვევას იწვევდა, მე ხო უკანონო თანაცხოვრებებს სხვა ადამიანთან და ასე შემდეგ. მაგრამ ეკლესიაში ყოველთვის დაფასებულია თავისუფალი ნება და რატო? არა მარტო ქორწინებაში, ისედაც. ეფესოს კრების მერვე კანონში ესე წერია, რომ ქრისტემ თავისი სისხლით მისცა ადამიანს თავისუფლება. და ეკლესია არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი პირველი, ვინც ადამიანში ღვთისგან ბოძებულ აი ამ თვისებას იცავს, თავისუფალ ნებელობას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თვისება, რითაც ადამიანის სხვა ქმნილებებისაგან განსხვავდება. ამიტომ მისი ხელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კიდევ ამ ზრუნველობა ერთია, მშობლის რჩევის მიცემა, როცა იცი ხა შვილი იღუპება, შეიძლება ისეთ ადამიანს მიყვება, ისეთი ადამიანი მოყავს ცოლად, რომ შეიძლება ორ დღეში ან ერთ კვირაში ოჯახი დაინგრეს, ხო შენი გამოცდილებით ხედავ. რა თქმა უნდა ურჩიო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებლად, ასე ვთქვათ, უნდა იყოს თვითონ ის ადამიანი. უხეში ჩარევა არ შეიძლება. არ შეიძლება. აქედან გამომდინარე იყო, რომ კიდე რა წამოვიდა მე რა გზალობაში, თქვათ, დაშინებით ქორწინება, შანტაჟით, ან მოტაცებით, როცა ჩვენ ახლა საქართველოში ესეთი მენტალობა სამწუხაროდ, რომ გოგოს თუ მოიტაცებდა ბიჭი, ოჯახში თვითონ მშობლები აღარ აბრუნებდნენ. ეს უკვე რეპუტაცია შელახულად ითვლებოდა და ბევრი ქალი გაუბედურდა. ანუ მოუწია ძალაუნებურად იმ მამაკაცთან ცხოვრება, ვინც არც უყვარდა და არც არასდროს არ შეუყვარდა. ზოგჯერ არც იცნობდა. ზოგჯერ შეიძლება არც ეს კიდე ცალკე კატასტროფაა, რომ შეიძლება არც კი იცნობდა. ნუ ზოგი შეეგუა და დარჩა, შვილები ეყოლა და რაღაც გაწია, თქვათ ეს ჟაფა, ზოგმა ვერ შეინარჩუნა ოჯახი. და საეკლესიო კანონიკაში ისიც კი არის გათვალისწინებული, რომ გოგოს მამა, რომელიც თვითონაც არ დაიბრუნებს და არ იზრუნებს შვილის უკან დაბრუნებაზე, ისიც იმ სასჯელით უნდა დასჯელიყო როგორც მომტაცებელი. როგორც ხელშემწყობი აი ამ დანაშაულის. გოგოსაც რო დომებოდა თავის მომტაცებელთან მერე დარჩენა სიტყვაზე, მაინც უკან უნდა დაბრუნებულიყო ეს ვაბო ბიზანტიურ ხანაში. სახელმწიფო კანონით დაწესებული სასჯელი უნდა გაევლო იმ მამაკაცს და მერე შეძლო ეკორწინა უკვე ამ გოგოს იმ მამაკაცზე, რომ ასე ვთქვათ, გამართლება არ ქონოდა მის ძალადობრივ ქმედებას ბიჭის მხრიდან. აი მამაზე რაც ბრძანეთ მამალონგინოს, ეს საეკლესიო კანონია თუ სახელმწიფო და საეკლესიო ერთობლივი. ოღონდ ეკლესიაში დარჩა, უბრალოდ ხლა რომის სამართალი აღარ გვაქვს და ეს გაუქმებულია, მაგრამ ეკლესიამ შეინარჩუნა ეს ასე ვთქვათ ძალაში დატოვა. ესე იგი თუ კი მამა არ იბრუნებს შვილს, ამ შემთხვევაში იგივე სასჯელით ისჯება როგორც მომტაცებელი, მოძალადე. თანაბარ დონეზე. დანაშაულში. მონაწილე და ხელშემწყობი.
და ჩვენს რეალობაში ეს იყო ძირითადად მამები ამობდნენ უარს შვილების დაბრუნებაზე, ხო, ეს სირცხვილია ხალხი, რა სიტყვის ნათესაობა ეკლესია სხვანაირად უყურებს. ეს არის დაზარალებული და ესეთ ქალს ეკლესია არ უყურებდა როგორც რეპუტაცია შელახულს და აი ქალწულება დაკარგა და ვიღაცა აიყვანს. ეს უკვე არასწორი მენტალობის შედეგია, რაც ჩვენში იყო ჩამოყალიბებული. პირიქით ეკლესია ამას უნდა დააბრუნოს, ვალდებულებაც კი აკისრია, რომ ხელშემწყობი არ გამოჩნდეს. ამიტომ ნებისმიერი გზით ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობა, ეს ფსიქოლოგიური იქნება თუ ფიზიკური თუ შანტაჟით, ეს უნდა იყოს კარგად გამოკვლეული და თუ მსგავსი რამ გამოვლინდა, მღვდელმა ჯვარი არ უნდა დაწეროს აი ამის თქმამიდა. და მღვდელი თუ ამისი შეგნებულად თანამონაწილე გახდა, საეკლესიო საჯელს ექვემდებარება სულ ცოტა სტატუსის შეჩერებას, ან შეებასოთ განკვეთასაც დაექვემდებაროს და ბიზანტიურ ხანაში სახელმწიფო კანონითაც ისჯებოდა ესეთი სასულიერობები. დიახ, მამალონგინოს, ესე იგი რამდენჯერმე უნდა შეხვდეს ჯვრისწერამდე მოძღვარი წყვილს, აი ეს ინფორმაცია რომ ყველაფერი მას ჰქონდეს, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აი მაგალითად უცებ მივიდა ტაძარში წყვილი, ხო? და უცებ გადაწყვიტეს ჯვრისწერა და სპონტანურად და ამ დროს ამდენი ინფორმაციის გაცვლა ვერ ხერხდება. დიახ, არის წარმოუდგენელი ახლა როცა მოდიან, მე შეიძლება ძირითადი საკითხები კითხო, რომ აი მოტაცებული ხო არ ხარ ან შენინება თუ არ ეს მოკლედ. მაგრამ წესით, რა თქმა უნდა, როგორც ნათლობისთვის, აი ადრეს ვისაუბრეთ, ასევე ჯვრისწერისთვის მომზადება საჭირო. ეს სპონტანურად მოდის წყვილი, ჩვენ არ ვიცით, მეორედ ხოვდება, მესამედ, შეიძლება საერთოდ ვიღაცის ქმარი წამოიყვანა და იმაზე იწეს ჯვარს, ხო? რაღაც აშანტაჟებს აქეთ ქალი, მამაკაც რაღაცა გზით. მარტო კაცებისგან არ არის შანტაჟი, ქალების მხრიდანაც არის ხშირ შემთხვევაში. ამიტომ სავალდებულოა ეს იქნეს გამოკვლეული, გასაუბრება მოხდეს, თუნდაც ერთი კვირით ადრე. ამიტომ წესით კარგი იქნება, ეხლა ვფიქრობ ალბათ შეიძლება მე სინოდალური განჩინებაც კი იყოს ესეთ როგორც ნათლიებზე, რომ გარკვეული წინაპირობები გამოქვეყნდეს და ხალხი ინფორმირებული გახდეს, რომ ჯვრისწერამდე მოძღვარს გაესაუბროს იმ ტაძრის, რომელ ტაძარშიც ისაპირებს ჯვრისწერას. ეს მიზეზები ალბათ ხომ რატომაც გადაწყვიტავენ ხოლმე რომ სწრაფად იქორწინონ ერთმანეთს. იცი მარტო ეს არა, მე ვფიქრობ ინფორმაციული ვაკუუმიც. არის ხშირ შემთხვევაში ესეთი ასე ვთქვათ დარღვევებიც, რომ მალევე უნდა ჯვარი დაიწეროს და რატომ ხალხს ჯვრისწერა გონია თუ ჯვარი დაიწერა შეკრულია. ჯვრისწერა ჯადოქრობა არა, რომ ესე ავტომატურად შენინების გარეშე შეკრული იყო იმ ადამიანთან. საერთოდ ერთი რამეც მინდა ვიცოდეთ, რომ საიდუმლო მაშინა ძალმოსილი თუ ადამიანის თავისუფალი ნება არის თანამოქმედი. თუ ჩემი ნების გარეშე ხდება, ჩემზე რაიმე საეკლესიო სახურების აღსრულება, ეს ძალმოსილად არ ითვლება. ჩემი ნება უნდა იყოს გამოვლენილი ამაში. თუ ჯვრისწერა მოხდა ისე რომ ქალს არ უნდა მაგალითად გათხოვება და იძულებით და შანტაჟით თხოვდება და ესე იგი ხდება ის საიდუმლო ტარდება, მაშინ ეს არ არის საიდუმლო? არ არის საიდუმლო რეალურად. და ეს თუ გამოვლინდა, ეკლესია ვალდებულია რომ ანულირებულად გამოაცხადოს ესეთი ჯვრისწერა, ანუ გაუქმებულად, ან ძალმოსილათაც კი არ ჩათვალოს. და მე ესეთ ქალს ეძლეოდა სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება, როგორც პირველი ქორწინება. ის ქორწინებათ არ ეთვლებოდა. რა საინტერესო საკითხებია, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს საზოგადოებას თქვა და ადამიანებს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჩვენს ყოფით ცხოვრებაში ასე და ბევრი ადამიანი ზარალდება და ბევრი ადამიანი ზარალდება არაფერს ინფორმაციასთან. და არასწორი არჩევანის გაკეთებით და გონია რომ უარი არ უნდა თქვას ანასე შემდეგ. დიახ. მამალონგინოს, აი კანონიკურ წინაპირობებზე ვსაუბრობ და კიდევ თუ არის რაიმე, რაც უნდა გაითვალისწინოს წყვილმა. აი თავისუფალი ნების გარდა, ეს თავისუფალ ნებას უკავშირდება. ეხლა ცოტა უხერხული თემა, მაგრამ ადრეულ პერიოდში ბიზანტიური კანონიკითაც ესე იყო და დღეს საეკლესიო კანონიკაში შერჩა. არ უნდა გქონდეს ადამიანს სულიერად ისეთი დარღვევები, რითაც მისი ნების გამოვლენა შეუძლებელია, თქვათ, ამ სიქიური დარღვევა და ნახსენებია სიტყვა იდიოტიზმი. ანუ რა, სიქიური დარღვევა შეიძლება არ აქვს, მაგრამ აი რა მდგომარეობა იგულისხმება, თქვათ, მამაკაცი არის 30 წლის, 35, ან 40 წლის ასაკში. მოყავს ცოლი, ყავს საცოლე, უყვარს, ანუ შეყვარებული და ვერ ქორწინდება მასზე, იმიტომ რომ მამა ან დედა არ არის თანახ, მან ოჯახის წევრი. ეს იდიოტიზმად ითვლება? ანუ ნებას ვერ ავლენს, ანუ ამ ასაკში მამაკაცი, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რომ მის საყვარელ ქალზე იქორწინოს თუ არ იქორწინოს, იმიტომ რომ ოჯახის წევრს ვიღაცას არ მოწონს, ეს უკვე ნორმა აღარ არის. შეიძლება ეს გაითვალისწინოს 18-19 წლის ახალგაზრდა ქალმა ან კაცმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის თქვათ ისე გამოწვეული, მაგრამ ამ ასაკში ადამიანი, კიდაც ქალი, რომელიც აი ესეთი, ანუ უყვარს, ადასტურებს, თავისი ნება არის რომ იქორწინოს, მაგრამ სხვა ადამიანების გავლენას განიცდის ძლიერ. ეს ხელი შემშლელი რატოა რომ იქორწინოს, ჩვენ რა ვიცით რომ მე ოჯახი არ დაანგრიოს ვიღაცის ენით და ვიღაცის გავლენით. ანუ ძალიან საინტერესო გარემოებებია ზოგადად ეს საეკლესიო სამართალში გათვალისწინებული, რომ ესე კი ჯანმრთელია, მაგრამ თუ კაფიოდ ვერ ადასტურებს ადამიანი ნებას,
ეს შეიძლება დამაფიქრებელი აღმოჩნდეს ეკლესიისათვის და გასაუბრებას გახდეს საჭირო, ღირს თუ არის ესეთი ადამიანების ერთმანეთთან ქორწინება. უბრალოდ ახლა ფსიქიურ დარღვევასო ვამბობ, ადრე კანონით აკრძალულიყო და ჯვრისწერა არ ხდებოდა ესეთი ადამიანების და არც სახელმწიფო კანონით რეგისტრაცია. ოფიციალურად ღიად ხდებოდა მათი ქორწინება ჰაერზე. დაშვებული იყო ყოველგვარი ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე. დღეს როგორ რახან კანონი ამას არ კრძალავს სახელმწიფო კანონი, არ გვაქვს ესეთი ჩანაწერი. ეკლესიაში შეიძლება ესეთი ადამიანების ჯვრისწერა მოხდეს მეურვის პასუხისმგებლობის ქვეშ. ან მშობლის, ან სხვა ადამიანის. ესე იგი, მამალონგინოს რაღაცნაირად სტერეოტიპი იყო, თუ შეიძლება ახლაც არის საზოგადოებაში, რომ თითქოს ქალი დაჩაგრულ პოზიციაშია ჩვენს რელიგიაში, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ახლა თქვენ ისაუბრეთ, ყველაფერი პირიქით, ქალბატონების მხარეს არის, ესე გამოდის უფრო მეტად. ძალიან კარგი რამაზე გააკეთე აქცენტი. ქრისტიანობა იყო პირველი, რომელმაც ქალის უფლებები გაზარდა. რომის იმპერიაში ძალიან დაკნინებული იყო ქალის უფლება. თუნდაც ქორწინების საკითხში, განქორწინების საკითხში. აი მაგალითად ღალატის შემთხვევაში კაცს შეეძლო ცოლი სასიკვდილოთაც გაეწირა, ანუ სიკვდილი დასჯა მოეთხოვა კანონის მიერ. ქალს არ შეეძლო იგივე საჩივარი შეეტანა ქმარზე თუ ის უღალატებდა. კაცს შეეძლო ყოველგვარ მიზეზ გარეშე გაყროდა თავის ცოლს, ცოლს არ შეეძლო ესე თავისუფლად გაყროდა ქმარს, თუ ქმარს ამისინება არ ექნებოდა. და ძალიან დაკნინებული იყო ქალის უფლებები. და პირველად ქრისტიანობამ გაათანაბრა შეიძლება ითქვას ქალის და მამაკაცის უფლებები. რა თქმა უნდა, ფუნქციური სხვაობა შემოიტანა და კაფეოდ განსაზღვრულია, მაგრამ პიროვნულ დონეზე და იურიდიულ დონეზე პირველი ეკლესია იყო, რომელსაც იქადაგო ორივეს თანასწორობა. არც მამაკაცება, არც დედაკაცება პავლე მოციქული რო ამბობს და იგივე გაყრის შემთხვევაშიც მაცხვარი ამბობს, რომ ერთადერთი მრუშობა ან ღალატია ერთ-ერთი საპატიო მიზეზი, როცა შეიძლება ცოლ-ქმარი გაეყაროს. იქ არ ამბობს, მარტო მამაკაცს აქვს ამ შემთხვევაში უფლება და ქალს არა. ორივე ზიანობს. ამ დროს რომის სამართლით კაცს შეეძლო თამამად გაყრო და ღალატის შემთხვევაში და ქალს ესე ადვილად არ შეეძლო. მაგრამ ქრისტიანობამ შეცვალა ეს მეთოდი. ქრისტიანობამ მისცა ამისი ნებართვა. აპრიორი არ არის გინდა თუ არ გაეყაროს, რა თქმა უნდა თუ პატიება შეუძლია უნდა აპატიოს, მაგრამ ეს მარტო ეხლა უბრალოდ ერთი მაგალითი მოვიყვანით, ძალიან ბევრი ასპექტი ჩანს საეკლესიო სამართალში, სადაც ქალის უფლებები არის გაზრდილი და გათანაბრებული და ეს სტერეოტიპი რომ ეკლესია ჩაგრავს ქალებს, შეიძლება ცალკეული თუნდაც სასულიერო პირის მხრიდან არასწორი შეფასებებიც გახდეს ამისი მიზეზი ზოგჯერ, ან არასწორი ინტერპრეტაცია, მაგრამ თვითონ ეკლესიას ესეთი სწავლება არ გააჩნია. და პირიქით არის გაზარდა ქალის უფლებები, რასაც ხედავთ აშკარად. კი, და ფაქტებიდან გამომდინარე, რასაც თქვენ საუბრობთ. და სხვა მიზეზი შეიძლება იყოს ბოდიშ შეგაწყვეტა ხმალონგინოს, აი რატომაც შეიძლება არსებობდეს დღეს ეს მოსაზრება, რაზეც ახლა ვსაუბრობ და სტერეოტიპი, რომ ეკლესია შესაძლოა ქრისტიანობა ჩაჯრავდეს ქალს. სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს სინამდვილეში, რის გამოც დღესაც შეიძლება იყოს ეს აზრი, ესე ვთქვათ, პოპულარული ხო დღევანდელ რეალობაში. ჩემი წარმოდგენით და ჩემი დაკვირვებით გარკვეული მიზეზი ჩვენი ბრალიც არის, რომ შეიძლება ზოგჯერ ჩვენ იგივე სახარებას ან პავლე მოციქულის სიმსწავლებას ასეთ ცოტა ხანში შევეხებით, არასწორად განმარტავთ. და არის კიდე თვითონ აი ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული მენტალური დამოკიდებულება, თქვათ ახლა აზიურ ქვეყნებში ვიცით, რომ ქალი უფრო რაღაცა დაქვემდებარებულია მამაკაცს. აი მუსულმანურ ქვეყნებში როგორია კაცი ზის ჩაისვავს, ქალი შრომობს, ხო? ეს ნორმაა მიღებული. ან კაცს შეუძლია რამოდენიმე ცოლი მოიყვანოს და ქალს არ შეუძლია რამოდენიმე ქმარი ყავდეს. ესეც ხო ერთგვარი ის არის დაჩაგვრა. დისკრიმინაცია ქალის, რა თქმა უნდა. მაშინ იმასაც ყავდეს პირობითად. ხო, მაგრამ არ რომელიმე რატომ უნდა ფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს თუ ვისაუბრებთ, გარკვეულწილად შეიძლება ვფიქრობ, ეს აზიური გავლენაც არის აი საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი. ეს უკვე ვამუშავა საუკუნიან შუა საუკუნეების მერე. და ჩვენი მხრიდანაც წმინდა წერილს ხშირად არასწორი გაგება, ან არასწორი განმარტება. და რო უღრმავდები, მე ხვდები, რომ ეკლესია აბსოლუტურად უცხოანაირად აყენებს ქალის მდგომარეობას. დიახ. მამალონგინოს და ცნობილი სიტყვები, რაც ყველას გვესმის ხოლმე დღის წერისას, რომ ქმარი თავია ცოლისა, სამოციქულო სიტყვების განმარტება, სწორი განმარტება და სწორი გაგება როგორი არის, რომ გითხრათ და აქვე ვისარგებლებთ შემთხვევით და ახლა დაქორწინებული გყავს. გეგის და მარიამს მიულოცავთ დაქორწინებას და ბედნიერებას ვისურვებთ. მართლა სიმტკიცე მისცეს მათ ოჯახს და ფარველობა ყოველგვარი ბოროტისაგან დაცული გამოდგა. დიდი მადლობა. სამაგალითო ოჯახი. განსაკუთრებული ყურადღებით გისმენთ ამიტომ დღეს. მე მინდოდა კიდე ერთი ორი გამორჩა კანონიკურ წინაპირობაზე და მალევე გადავალ პავლე მოციქულის აი სიტყვებზე. ეს გახლავთ კიდევ ასაკობრივი ცენზი. ასაკობრივი ცენზთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ცალსახად, რომ ეკლესია თვითონ არ ადგენდა ასაკობრივ ცენზს არასდროს, რა ასაკიდან შეიძლება ქორწინება, აქ ყოველთვის მისდევდა სახელმწიფო ცენზს ეკლესია. ანუ თავისი დროს სახელმწიფო რა ასაკობრივ ცენზსაც ადგენს,
ეკლესია ვალდებულია სასაკობრივი ცენზე გაითვალისწინოს. თქვა, ეხლა დღეს როცა დადგენილია 18 წლის ასაკიდან არის დაშვებული ქორწინება, ეკლესიამაც ანუ სასოფირმაც უნდა გაითვალისწინოს და 18 წლამდე არ უნდა დაწეროს ჯვარი. თუნდაც მშობლებს ეს უნდოდეთ. ამიტომ ეს არის გასათვალისწინებელი. და ზოგადად სამ კატეგორიად იყოფოდა ასაკობრივი ცენზი ადრეულ ეკლესიაში, რომ საწყისი ეტაპი რა ასაკიდან შეიძლება და რა ასაკამდე შეიძლება ესეც იყო. დღეს ეს არ არის. თქვათ, მამაკაცზე იყო დაშვებული 70-80 წლამდე, ქალზე 60-დან 70 წლამდე. მე აღარ შეიძლებოდა. ნუ დღეს ეს კანონი ჩახსნილია და 90 წლის ქალბატონზე შეუძლია რომ. არა, 90 არა. 60-დან 70-მდე. არა, ახლა ცენზი კიდევ არის ეს შეზღუდვა არა, ეს შეზღუდვა რეალურად ახლა 100 წლისაც რომ მოვიდეს სიტყვაზე, უარს ვერ ეთქვი, იმიტომ აქ სახელმწიფო განსაზღვრავდა და რა შეეხება სხვაობას ქალსა და კაცს შორის. ამაზე საეკლესიო კანონი არ გვაქვს. თქვათ, ქალი რომ უფროსია, თქვათ 20 წლის სიტყვაზე ვამბობ, ან მამაკაცი, ანუ არ არის ამ შემთხვევაში საეკლესიო სწავლება ამ კუთხით არ არის. სამართლებრივი ნორმა ამაზე არ გვაქვს. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი სუფთა მორალური კუთხით, რომ ღუთელმაშება დარიგება მისცეს, რომ აი მომავალზე გათვალო, რომ 5-10 წლის მერე რამდენად შეიძლება შეეწყვა ადამიანს, რომელსაც თან სამხელა ასაკობრივი სხვაობა გვაქვს, მაგრამ ისე თვითონ ესე პირდაპირ სამართლებრივი რეგულაცია არათუ სახელმწიფო საეკლესიოც არ გაგვაჩნია ამასთან დაკავშირებით. აი სახელმწიფო კანონი იყო თუ არის დღესაც თუ არ ვწდებით, რადგან ასაკს შეეხეთ, მინდა რომ ესეც ვკითხოთ, 16 წლის ასაკის ადამიანს შეუძლია დაქორწინდეს თუ ზრუნველის ან მშობლის ნებართვა არის იმ შემთხვევაში. ეს იყო საეკლესიო შემთხვევაშიც თუ მხოლოდ სახელმწიფო კანონია? არა, ნახეთ როგორ იყო, რომ სახელმწიფო კანონს მისდოდა ყოველთვის ეკლესია, თქვა დავით აღმაშენებლის დროს 12 წელი გვიწერია უკვე, ხო? ტურიზმის კრებაში და ეს მერე იცვლებოდა. უბრალოდ მერე კომუნისტური რეჟიმის მერე ავტოკეფალია რო აღვადგინეთ, იქ ეკლესიამ თვითონ შეიტანა რეგულაცია. მამაკაცზე გვიწერია 16 წელი და ქალზე გვიწერია 15 წლის ასაკიდან ქორწინების დაშვება. მე ვერ ვიტყვი ხლა სახელმწიფო კანონიც იყო ესეთი თუ რა, მაგრამ მაშინ ეკლესიამ შეიტანა. ნუ ეს შეიძლება მაშინ ახლა ეკლესიას და სახელმწიფოს არ ქონდა ესეთი ახლო ურთიერთობა და ამიტომ ეკლესიამ დამოუკიდებლად თავისი რეგულაცია დააწესა. დღესდღეობით სახელმწიფო კანონით ეს მეორედ ის შემთხვევაშიც არ შეიძლება. წინა ხელისუფლების დროს იყო ეს დაშვება, რომ 18 წლამდე იყო აკრძალული, მაგრამ მეურვის შემთხვევაში ან სასამართლოს ნებართვით, ან მშობლების ნებართვით შეიძლებოდა 16 ან 17 წლიდანაც. ეს გაუქმდა. რომ უკვე არც მეურვე და არც მშობელი ვერ იქნება პასუხისმგებელი და 18 წლიდან უნდა მოხდეს ქორწინება. ამიტომ დღეს ეს არის ძალაში დღესდღეობით. და რაც შეეხება 60 ქულას სიტყვებს დია. აი ეს ბმაშია სწორედ ამ ქალის თემასთან, რომ აი ქმარია ისა თავით სოლისა და ამისი აი ერთ-ერთი არის ხოლმე არასწორი ინტერპრეტაცია, რომ კაცის რაღაც უსაზღვრო ბატონობაზე მახულდება ყურადღება ქალთან მიმართებაში. საერთოდ რამის მინდა ყურადღება მივაქციო, რომ უფროსობა, თავობა ან თანამდებობა, ეს სიტყვაც როგორი საინტერესოა, თანამდები, ანუ მოვალეობას ნიშნავს, ვალის აღებას. რომ ადამიანი როცა ხდება რამე თანამდებობის პირი, თქვა დირექტორი ან რა აქვს მნიშვნელოვანი პოზიციას იკავებს. რეალურად ის ხდება არა ვიღაცის პირდაპირ გაგებით ბატონი ან უფროსი, არამედ მოვალეობაში შედის იმ ადამიანების წინაშე, ვინც მისი პასუხისმგებლობის და ზრუნველობის ქვეშ უნდა მოექცეს. ანუ რეალურად მოვალეობა მსახურება. ხო, ანუ შეიძლება უფრო მეტი ტვირთს იღებს, ვიდრე მის ქვემდგომ ადამიანებს გააჩნია. იმიტომაც იყო ადრეულ პერიოდში ეკლესიაშიც და სახელმწიფოშიც არავის არ უნდოდა დიდი თანამდებობის აღება. რომ პასუხისმგებლობა იყო უფრო მეტი ვიდრე პატივი. და მით უმეტეს სოლქმრობაში, აქ როცა საუბარია კაცია ცოლის თავი, აქ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, რომ მთელი დიდ ზრუნველობას, ზეწოლას კაცი იღებს თავის თავზე და ქალს იცავს ამ გარეშე ზრუნველობისაგან და წნეხისაგან. და არა ის, რომ პირდაპირ გაგებით მისი დირექტორი ხდება, მისი თითის მქნეველი. და ხშირად ამ 60 კილოს უკითხოთ ჯურისწერაზე, მე იქ არის კიდე ბოლოს სიტყვები, ხოლო ცოლს რათა ეშინოდეს ქვისა. და ხშირად იღიმებიან პატარძლები ხოლმე. ის ადამიანს ეშინოდეს. ესეც რა თქმა უნდა არასწორი გაგება, ანუ პირველი არ შეეხება თავს. ეხლა თუ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ კაცია თავი ცოლის, მაშინ მოდი იმაზეც გავამახვილოთ, რომ პავლე მოციქული მე როგორ განმარტავს, რომ როგორც ქრისტემ დაადო თავი ეკლესიისათვის და თავისი თავი გაიღო და სისხლი დაღვარა, ანუ აქ მიანიშნოს, ესე იგი კაცსაც უნდა შეეძლოს თავისი ცოლისათვის მსხვერპლად გაიღოს თავისი ცხოვრება. და არის ისო და როგორ ხდება ხოლმე, რომ ჩვენ შემთხვევაში მარტო ეს ერთი ხარე ესმით, რომ თავია ცოლის და პასუხისმგებლობა არა. და ბოდიში ხოლმე არის ესეთი შემთხვევები, რომ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს კაცი, სულ ცოლის ხრებზე გადადის ოჯახი, შენახვა, ბავშვების მოვლა ყველაფერი და ეს უბრალოდ ბოდიში ამ ტერმინზე ეკაცება. ესე რომ ხოლოს თავობს, ასე ვთქვათ, ხო? რაც ხშირად რა თქმა უნდა შეეძლო დაპირისპირებას იწვევს უპატივცემულობასაც და რაც სამწუხაროდ მე ხდება ოჯახის დანგრევის წინაპირობა.
ესაც რა თქმა უნდა არასწორი სტერეოტიპის შეხედულებაა და ბოლოსაც შეიძლება იმას უკვე რომ სროლს ეშინოდეს ქმრის აქ რა თქმა უნდა შიშზე არა რომ ქმარმა რამე არ დაუშავოს. პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგო. არა, რა თქმა უნდა აქ საუბარი რაზე? გეშინოდეს იმის რომ რამ ისეთი არ გააკეთო, რითაც შეიძლება შენ მისი სიყვარული დაკარგო. რომ საყვარელი ადამიანი არ დაკარგო. აი ამ შიშზეა საუბარი, რომ რამ ისეთი არ გააკეთოს ქალმა, რითაც შეიძლება თავისი ქმრის სიყვარული დაკარგოს. ოჯახის სიყვარულის დაკარგვა გამოიწვიოს და არის რომ მისგან რამე საშიშროება ელოდება. ეს არა ჯანსაღი მიდგომა და დამოკიდებულება. უკავშირდება ყველაფერი თქვათ პასუხისმგებლობის გაზიარებას, ურთიერთპატივისცემას და აბსოლუტურად. დიახ. და არა თქვათ რაღაცა რომ ერთი არის ურთიერთმჟღვნელობას, ურთიერთპასუხისმგებლობას და ერთმანეთისათვის თავდადებას და აი რაც თავარია რომ აღთქმა იდება ქორწინების დროს, რისი აღთქმა? რომ უკვე არიან არა ორნი, არამედ ერთი, როგორც პავლე მოციქული ამბობს და ჯვრის ლოცვაში წერია, რომ ესე იგი ეგოისტურად თავისი თავისთვის კი აღარ ცხოვრობენ ისინი. არამედ ერთმანეთის ცხოვრებით. აი ამისთვის უნდა იყოს მზად, რომ ადამიანმა იქორწინოს საბოლოო ჯამში რო ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა მამა ლონგინოს მომბრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და ძალიან მშვიდობებით წარმოდგენისთვის. უღმესი მადლობა, მართლაც ისეთ ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი შევიტყვეთ და შეიტყვეთ ჩვენმა მაყურებელმა, რაც აქამდე უცნობი იყო ჩვენთვის. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე-დეკანოზი ლონგინო სუარიშვილი საუბრობდა სტუდიაში. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დაბრუნდებით კვლავ სტუდიაში. ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ
და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საყვერთხი არ აგთნდეს, მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს, კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავრუნდით ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ჩაგვირთვება საქართველოს ეროვნული არქივიდან, სადაც დღეს საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იხსნება. თუ რას ვნახავთ საფესტივალო დღეებში, ამის შესახებ ჩართვიდან უფრო მეტ შევიტყობთ. დილამშვიდობისა ნინო. ნინო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ჩვენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივიდან გერთვებით, სადაც ტრადიციულად საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს. რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დღეს 19 საათზე ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიხსნება ოთარ იოსელიანის ფილმით აპრილი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 11 ქვეყნის პროგრამა. ჩემთან ერთად ახლა არის ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კაკაბაძე. და იგი უფრო მეც მოგუყვება ამ პროექტის შესახებ. მოგესალმებით. Როგორც ვიცით, თემატიკა ამ ფესტივალის ყოველ წელს განსხვავებულია და რა იქნება წლევანდელი თემა? მოგესალმებით. კი, ჩვენ ფესტივალს ყოველთვის აქვს სხვადასხვა თემები და წლევანდელი თემა არის საავტორო კინო. ეს თემა იმიტომ შეირჩა, რომ მოგეხსენებათ, ხა საარქივო ფილმები არის ყოველთვის ძველი და მით უმეტეს ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, თქვა საბჭოთა პერიოდიდან გამომდინარე, საავტორო კინოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და შესაბამისად ყველა ფილმი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენს ფესტივალზე, ყველა პასუხობს ამ თემას. რა თქმა უნდა, ჩვენი ფილმიც, ეს არის ოთარ იოსელიანის ფილმი აპრილი, არის საავტორო კინოს კლასიკა, ასე ვთქვათ, და ჩვენს ფესტივალს გახსნის ზუსტად ეს ფილმი. თუმცა მინდა კიდე დავამატო, რომ ფესტივალის დახურვისთვის შევარჩიეთ ეროვნული კინოცენტრი წარადგენს ამ ფილმს, ეს არის ელდარ შენგელაიას მიქელა და ესეც განეკუთვნება ქართულ საავტორო კინოს ერთ-ერთ შედევრს და შესაბამისად ჩვენ ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს წლევანდელ ფესტივალზე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის დანარჩენი ქვეყნები, ჩვენი კოლეგა ორგანიზაციები, რომელიც ტრადიციულად ღებულობენ ჩვენს ფესტივალში მონაწილეობას ყოველ წელს და თან ემატება ხოლმე სხვადასხვა კიდევ ქვეყნები და მათაც წარმოდგენილი აქვს ძალიან საინტერესო პროგრამა. არის მრავალფეროვანი, არის დოკუმენტური, ანიმაციური პროგრამა, მხატვრული ფილმები თავისთავად
და მაყურებელს ექნება საშუალება, რომ ჩვენს კინოდარბაზში ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს, ასე ვთქვათ, საავტორო კინოს შედევრები იხილოს ჩვენს კინოდარბაზში. მინდა გითხრათ, რომ მაყურებელს მინდა უпростоრად უთხრა, რომ როგორც ჩვენი ყველა ღონისძიება, ეს ღონისძიებაც არის თავისუფალი დასწრებით და ნებისმიერ სურვილს შეუძლია მობრძანდეს და ყოველგვარი ბილეთის გარეშე დაესწროს ჩვენს ჩვენებებს. საინტერესოა ეს ფილმები როგორ შეირჩა, ალბათ რამდენად ეხმაურებოდა ხომ ფესტივალის მთავარ თემატიკას ამის მიხედვით. კი, ჩვენ ყოველთვის როცა ვაცხადებთ ფესტივალის ახალ სეზონს და ვდებთ ხოლმე სააპლიკაციო ფორმას და ასე შემდეგ, მაშინ ცხადდება ზუსტად ეს, რომ წლევანდელი ფესტივალის თემა იქნება ეს და ეს. და რა თქმა უნდა ეს არქივები, მუზეუმები, კინოარქივები ყველა არჩევს ხოლმე. ეხლა ფესტივალი ხო წარმოგიდგენიათ ისეთი მოვლენაა, რომ ყველას უნდა რომ თავისი კოლექციის საუკეთესო ნიმუში წარმოადგინოს და ზუსტად ამ კრიტერიუმებით, ამ პარამეტრებით ხდება ხოლმე ფილმების გამოგზავნა ჩვენთან და ეს ყველაფერი ხა რა თქმა უნდა ყველა ფილმი არ მაქვს ნანახი, მაგრამ რაც მაქვს ნანახი არის უაღრესად საინტერესო, უაღრესად მრავალფეროვანი და ნუ მინდა გითხრათ რომ ორი ქართული, ესე იგი ჩვენი და კინოცენტრის ფილმი და 10 ევროპული ქვეყნის ფილმი იქნება წარმოდგენილი, ესენია პორტუგალია, გერმანია, ბელგია და ასე შემდეგ. თქვენ სულ ცდილობთ ხოლმე რომ ფილმების ჩვენება იყოს ყველასათვის მოსახერხებელ დროს, ძირითადად საღამოს საათებში და მე რამდენადაც ვნახე წელსაც ასეა ხომ, რომელ საათზე იქნება ჩვენება? გახსნა იქნება 7 საათზე საღამოს და დახურვაც დაახლოებით 6-ის მერე, მაგრამ რადგან ფილმები დიდია, შესაბამისად უკვე ბადე ისე შედგა რომ 14 საათიდან იქნება 3 დღე ჩვენება ამ ფილმების, იმიტომ რომ უბრალოდ საღამოს რო დაგვენიშნა ძალიან გვიან დასრულდებოდა და ეს ფიქრობ ეს უფრო მოუხერხებელია მაყურებლისთვის თქვა 12 პირველ საათამდე ვთქვათ კინოში ჯდომა ასე ვთქვათ და იქნება 3 დღე 14 საათიდან ეს პროგრამა არის ვებ რესურსებზეც დადებული და ნებისმიერ სურვილს შეუძლია ძალიან მარტივად მიიღოს ამ ფესტივალზე ინფორმაცია. 2022 წელს დაფუძნდა ხომ ეს ფესტივალი და ბოლოს რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს რა იყო მიზანი? რა არის ამ პროექტის მიზანი უბრალოდ? როცა ვფიქრობდით ასეთი ტიპის ღონისძიებაზე, მთავარი მიზანი არის ის, რომ თქვათ ეს კინოარქივები არ არიან ძალიან გათამამებული, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის ღონისძიებებით. არის ხოლმე რაღაც რიგი კონფერენციები, მაგრამ ასეთი ვთქვათ ფესტივალები ნაკლებად არის სხვადასხვა ფესტივალი, ვთქვათ მუნჯი კინოს ფესტივალი და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ გქონდა ამის ყველანაირი რესურსი, ინფრასტრუქტურა, მათ შორის და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთანაც გაგვეკეთებინა ასეთი ტიპის ფესტივალი. ჩვენი კოლეგა ორგანიზაციები აქ შევხვდრილიყავით, გაგვეზიარებინა ჩვენი კოლექციები, სამუშაო პრინციპები და ასევე მაყურებლისთვის მიგვეცა საშუალება არა მარტო თქვათ ქართული კინომემკვიდრეობა ენახათ, არამედ მსოფლიო კინომემკვიდრეობა ქონოდათ საშუალება ამ ერთი კვირის 4 დღის მანძილზე ენახათ ეს ფილმები. ეს იყო ზუსტად ეს მიზანი ამ ფესტივალის დაარსებისა, რომ ერთი კიდევ მეტი ასე ვთქვათ აქტიობა ყოფილიყო არქივისტებს შორის. დიდი მადლობა, დარწმუნებულება, როგორც ყოველთვის ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრება ფილმებს და ტრადიციულად ეს ფესტივალი დიდი წარმატებით ჩაივლის. მადლობა. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 24 ოქტომბერს დასრულდება, საღამოს 18 საათსა და 15 წუთზე და აქვე ვიტყვი, რომ ფილმები ორიგინალ ენაზე იქნება ნაჩვენები სუბტიტრებით და რა თქმა უნდა, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჩვენიერი ინფორმაცია მოგვაწოდა ნინომ, დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი გვერდებოდა საქართველოს ეროვნული არქივიდან. დიდი მადლობა, ისევ კინოზე და ისევ ფესტივალზე უნდა ვისაუბროთ. გეგი, ხვალიდან ეროვნულ სასახლეში რიგით მე-16 ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი თბილისური IC იწყება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები და გაიცნონ თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდა პიონერ ფილმის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და პიონერ ფილმელი თამუნა ცამბაია. მოგესალმებით ბატონო გრიგოლ თამუნა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. უნდა ვისაუბროთ ფესტივალზე, რომელსაც 45 წლიანი ისტორია აქვს და რომელიც არის თქვენი დაფუძნებული, ხო? ბატონო გრიგოლ, თქვენ არა მხოლოდ ამ ფესტივალის დაფუძნებელი, არამედ უამრავი არაერთი თაობის, ცნობილი თაობის აღმზრდელი ბრძანდებით და ყოველთვის გვიხარია, როდესაც ჩვენთან მობრძანდებით ხოლმე სტუმრად. თამუნა, ასევე ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა. დიდი მადლობა, რომ აი ყოველივე ჩვენი ფესტივალი იწყება ხოლმე თქვენი სტუდიიდან, აი აქედან და
აი ახლა ბატონი გიორგი ლაპარაკობდა, მოგესალმე ბატონი გიორგი და მადლობა მინდა გადავწე, რადგანაც აკინო არქივი ჩვენი დიდი მეგობარია და ყოველთვის პრიზს აწესებს, ხოთა შორის პრიზებზე მინდა მოგახსენოთ დააწესა პირველმა არხმა, ტელეიმედმა და აი როგორც გითხარით კინო არქივმა. მოკლედ საოცრება რა არის? თითქოს ფესტივალის თვე არის რა. ახალ დამთავრდა მაღალმთიან აჭარაში შვახებში ფესტივალი. დღეს იწყებს კინო არქივი, ხვალ ვიწყებთ ჩვენ და ხვალვე საღამოს იმავე დარბაზში დაიწყებს სტუდენტური ფესტივალი, თეატრალური და კინო ინსტიტუტი, მოკლედ ბატონი დავით ჯანელიძე. მე-16 ტარდება. თქვით რომ აქვს 45 წლიანი ისტორია, რაღაც წლების განმავლობაში, როდესაც იყო ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა პოლიტიკური, ეკონომიკური ასე შემდეგ ვერ ტარდებოდა. წელს ტარდება მე-16. ბატონო გრიგოლ, რითი იქნება გამორჩეული წლევანდელი, რა მასშტაბის იქნება, ჩვენ ვახსენეთ შესავალში, რომ საერთაშორისო არის ფესტივალი და უცხოეთიდან მიიღებენ მონაწილეობას. სასახლე ხდება გაბრწყინებული, გარემონტებული, გალამაზებული დარბაზებით. ეს ძალიან დიდი ამბავია. მადლობა სასახლის, რომ ასეთი ლამაზად ხვდებით ამ ჩვენი ფესტივალის მონაწილეებს და უпростоროდ სტატისტიკას მოგვახსენებს ჩვენი თამარ ცამბაია, რომელიც არ გამოსულა სტუდიიდან თითქმის ერთი თვეა. დღე-დაღამე ხანწერილებს წერს, ხანწერილებს იღებს და მოკლედ თამარობა. აბა მოგვიყვები როგორ ემზადებით ფესტივალისთვის? დავიწყოთ იქიდან, რომ ფესტივალისთვის მონაწილეობს, ხო, ესეც აუცილებლად. ანუ ფესტივალისთვის მზადება საერთოდ ზაფხულიდანვე დავიწყეთ, ესე იგი, როდესაც ფილმების შერჩევა დავიწყეთ. ჩვენი ფესტივალი დარეგისტრირებული ერთ უცხოურ საიტზე Film Freeway, სადაც ნებისმიერი წერტილიდან მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ გამოგვეგზავნონ ფილმები და საბოლოო ჯამში 925 ფილმი მივიღეთ. მოკლემეტრაჟიანები შემოგვივიდა, მაგრამ ეს როგორი მაჩვენებელია მონაცემი არის, თქვა წინა ფესტივალებთან შედარებით. მერე გადავარჩიეთ და საბოლოო ჯამში 40 ფილმზე შევჯერდით უცხოურებიდან. ახლა ვარჩევდით ძალიან ცოტა ისეთი კრიტერიუმებით, ან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო ფილმები. თემატიკაში შეზღუდულები იყვნენ? არა, თემატიკაში არ ყოფილა. თავისუფალი თემა იყო. თავისუფალი თემატიკა, ერთადერთი ხანგრძლივობა იყო შეზღუდული 10 წუთამდე. ნებისმიერი ფილმი და ასაკი ჰქონდა 13-დან 20 წლის ჩათვლით. ნებისმიერ შეეძლო გამოგზავნა, შემდეგ შევარჩიეთ სხვათა შორის 40 ქვეყანა. ახლა დღეს, მაგრამ ჩვენთან ჩამოდიან 7 ქვეყნის 12 წარმომადგენელი. ახლა ფესტივალზე დაგვესწრებიან, უკვე დღესაც ჩამოდის რამდენიმე. და ველით ჩვენთან. რომელი ქვეყნებიდან? ანუ 40 ქვეყანა აგზავნის, ხო? აგზავნის და ელექტრონულად ჩამოდის 7, რომელი ქვეყნებიდან? საფრანგეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ესე იგი ამერიკა. არა, უშავს, ანუ ისეთი მასშტაბური. მე მოყევით ფრანგები როგორ ჩამოდიან, ფრანგი ბავშვები. ესე იგი, ფრანგებმა მომწერეს, რომ სამწუხაროდო ჩვენთან ხარ გვაქვს საკმარისია, რომ ჩამოვიდეთო ფესტივალზე, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ფრენას ვერ ვფინანსებთ და წერ რომ იქნებ როგორმე შეეძლოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფილმი ქონდათ და რა თქმა უნდა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რომ ბევრი დაგვესწრას და ერთ დღეს რამდენიმე დღე გავიდა მომწერეს რომ გავარკვევთო მაგას, რომ ისი გაკეთება შეგვიძლია და ჩვენთანო აქ ფული შევაგროვეთო ქვეყანა ან ქალაქშიო და 3 კაცი წამოვალთო და დავესწრებით თქვენს ფესტივალზე. ანუ ეს იგი მოსახლეობამ შეუგროვა წარმოგვიდგენთ ხა. კი დაეხმარა. საერთოდ ჩვენ ფესტივალს ისეთი საოცარი ისტორიები აქვს წინა ფესტივალზე ჩავატარეთ. პრიზები ქონდა ესეთი ფანარი და ლამაზი ფანარები და გადავეცით უკრაინელებს. გავიდა ხანი და უკრაინას მოდის წერილი რომ ჩვენ თავშესაფარში ვართო და ეს თქვენი ფანარი გვინეთებს საერთოდ დღეს და აი წარმოგიდგენთ როგორი საინტერესოა. წელსაც გვექნება ლამაზი პრიზები, ძალიან კარგად გვექნება და რაც მთავარია, იცი რა, აი ჩვენი ბავშვები, რომლებიც აი ეს ორგანიზატორები არიან, ძალიან მონდომებულები არიან, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხიარულად ჩავატაროთ და ლამაზად მივაწოდოთ სასახლეს, თბილისშიც გვექნება ექსკურსიები, გვექნება შეხვედრები და მასტერკლასები ვისთან არის? ესე იგი ხუთშაბათს და პარასკევს გვექნება მასტერკლასები ანე ჩუბინიძესთან და გიორგი ხარებავასთან ერთად.
რეჟისორებთან. ანა არის მულტიპლიკატორი, თავის შემოქმედებაზე გვესაუბრება და გიორგი ხარბალა დიახ რეჟისორი. ესე იგი, თქვენ ასაკობრივი ზღვარიც უკვე ახსენეთ 13-დან 20 წლის მოზარდები კი არა ახალგაზრდები, ანუ თინეიჯერები და შემდგომ უკვე ზრდასრულები, სრულწლოვნები იღებენ მონაწილეობას. თვითონ თამუნა არის პირველ კურსელი, როგორც გავარკვიე, ეთერში შემოსვლამდე, მე სკოლის მოსწავლე მეგონა, მაგრამ სად სწავლობ? ეკონომიკაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და როგორ დაუკავშირდით კინოს, ესეც საინტერესოა. ну თავდაპირველად ძალიან მაინტერესებდა ჩემი დაც დადიოდა გრიშა მასწავლებელთან ბავშვობიდან შევედი და ყველაფერი მაინტერესებდა რა ვიცი ზედვედექი ხოლმე გრიშა მასწავლებელს რომ რამე მესწავლა ესე იგი მონტაჟითაც ძალიან დაინტერესებული ვიყავი სულ მუშაობდით მინდა გითხრათ რომ მე 5 კლასში იყო თუ მე 4-ში რომ მოვიდა და პირველი ფილმი გადავიღეთ ძალიან საინტერესო იყო უსინათლოთა სკოლა ინტერნეტში ესეც საინტერესო ფილმი გამოვიდა და აი მოდის ბევრი ბავშვია ესეთი რომელიც ბავშვობიდან ჩვენთან დადიან მე-4 კლასიდან და მე მინდა გითხრათ ჟიური ყავს რა ძალიან საინტერესო ეს არის რამაზ იოსელიანი იცით ესეთი მსახიობი ძალიან საყვარელი ძალიან კარგი კაცი და ყველასაცი საყვარელი მანანავარი წოდეს ხო რამე არ შეგეშალოთ ხო ნანული სარაჯიშვილი ჩვენი საყვარელი ნანული სარაჯიშვილი და ანა ჩუბინიძე ეს არის მულტიპლიკატორი რომელმაც ძალიან დიდი სკოლა გაიარა უცხოეთში და საინტერესო ფილმებს აკეთებს და აი ეს ჩაატარებს აი ესეთი გაკვეთილს და ისეთ რა აი ფილმები ჩამოვიდეს საქართველოსდან ერთი ფილმი არის მაგალითად უჩად ჯაფარიძეზე ყვება და მის შემოქმედებაზე ყვება აი ძალიან პატარა კინომოყვარული არის აი ესეთი გურამ გრიგორაშვილი რომელმაც ძალიან საინტერესო ფილმი გამოგიგზავნა აი არიან ბავშვები რომლებიც რეგიონები რომ ჩართულია ეს არის ძალიან კარგი საინტერესო და ძალიან რეგიონები გვაქვს აი დიდი სია მაქვს რეგიონების თითქმის საქართველოს თითქმის მთელი საქართველო ჩართულია ხო? ნუ არის ესე იგი აი ფოთი, ონი, ქუთაისი, ფოთი კიდე ერთი, ახალქალაქი, ახალციხე, ხარაგაული წარმოგიდგენიათ ახალქალაქიდანაც მოდიან და ქუთაისმა შემოგითვალა ჩვენ ახლა ჩამოვალთო გახსნაზე 10 და მე 25 დაგემატებითო და ძალიან მიხარია რომ გახსნა და დახურვა გვექნება ძალიან პომპეზო და კარგი. აი როგორი გახსნა გექნებათ ეს მოგვიყევით ხვალ 22 ოქტომბერს 12 საათზე ეროვნულ სასახლეში. შემოვა საოცარი მატარებელი. მატარებელში შედან პიონერი ფილმელები და ჩვენი სტუმრები. შემდეგ ვაცხადებთ დღეს ჩვენი სტუმრები არიან და მატარებლიდან გადმოდიან ყველა ეს დელეგაციები დაიკავებენ სცენაზე ადგილს და მიესალმება სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი დათუნა ალადაშვილი და მე მინდა რომ ჩვენი აღზრდილი იყო დათო არჩვაძე დიახ მე მახსოვს მუსიკოსი კომპოზიტორი ჩვენთან იყო 8 წლის რომ მოვიდა მე თან მღერის თან კინოს იღებს მაგ ძალიან საინტერესო მოგონებები აქვს ლაშა ჟვანი ემოვა და მოიგონებს თავის პატარობას ანა ქაშიბაძე ეს საოცარი გოგონა საოცარი რომელიც ძალიან მიყვარს და ნუ ინგლისურენოვანი იქნება ფრანგულად ყველა რაენა იცის რაენაზე თარგმნის თუ დაგჭირდა ბერძნული არ იცის მეგონია რა აი ესეთი გახსნა იქნება და შემდეგ დახურვაზე მე და ყველანი ავიდეთ სცენაზე და ვიმღეროთ პიონერი ფილმის ჰიმნი და ესე და მატარებელს რა აქ იცი საინტერესო მატარებელს ესე რა ხან გითხრეს რომ ბოლის გაშვება არ შეიძლება აი ეს მოვიგონეთ აი რა ბოლი იქნება მაგარი აუმათხოვეთ რა უნდა მეკითხა რატომ მოხვედით ამით თქო და თურმე რატომ მოხვედით აი რა ბოლი ვაშა შვენიერია საფრის ბუშტები ბავშვობის მერე არ გამიშვია სამხიარულო ასეთი ბავშვობაში არ გეკნებოდა ასეთი არ იქნებოდა ბავშვობაში ნამდვილად ჩვენს ბავშვობაში ნამდვილად არ იყო ასეთი თამარის ბავშვობაში იქნებოდა ნამდვილად ამის თქმაც შეგვიძლია ბატონო გრიგოლ რა უნდა გკითხოთ აუცილებლად აი თამარმა ახსენა რომ სწავლობს ეკონომიკის ფაკულტეტზე პირველ კურსელია როგორ ახერხებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში ამდენი პროფესიის ადამიანმა რომ გაიაროს თქვენს ხელში და მიაღწიოს წარმატებას საკუთარ პროფესიაშიც ფილმებშიც კინოშიც და ასე შემდეგ ალბათ იცი რა დიდი სიყვარული
და დიდი მოთმინება გინდა. ეხლა ასე რომ უყურებთ ეს თამარი ყოველთვის ასეთი კი არაა. სულ კამათობთ და მაინც გარეშე არ იქნება. არა, ამას ხუმრობით კამათელს ვეძახი კიდე. ცუმე კამათება და იმიტომ და ამის დედა და მამა მირეკავენ და როგორ უძლებ მეულებიან ჩუმოთ, მაგრამ ასე ბევრი ბავშვი ასეა, მაგრამ ეს არის ჩემი პროფესია, ეს არის და იმიტომ ვარ როგორც მეუბნებიან ასეთი ლამაზი. ასე რომ აკეთებ, ესე იგი პიონერი ფილმებს ვესალმები ეს. ბატონ გრიგოლაი, თქვენ თქვით რომ აი ბავშვები არიან თავად ორგანიზატორები, ან თქვენ ხელმძღვანელობთ ცხადია ამ ყველაფერს, მაგრამ აი ახალგაზრდები წარმართავენ ხო პროცესებს. ამაზე მოგვიყევით, აი როგორ მოხდა დელეგირება აი ამ თქვენი მოვალეობების. ძალიან ეხმარება ამას ნინი, ფიფია, ჩვენი პრეზიდენტი გუჯა, სასახლის სრულიად ახალგაზრდა თანამშრომელი ძალიან ქალბატონი ლიკო ბუზიაშვილი, კიდევ მიგვეხმარება პედაგოგები მაია ლანდია, ნინო ჩიგოგიძე, შეთავსებით ჩემი მეუღლე, კიდე ხათუნა შავშიშვილი უნდა ხათუნა მოკლედ აი სასახლე თლიანად ჩაბულია და სასახლეს ესაა, გიცი რომ ერთი რო აკეთებს, ყველა ვეხმარებით ხოლმე ერთმანეთს. ჩვენ ვიღებთ, ისინიც ჩვენთან ერთად არის ძალიან ლამაზი კონცერტი გვექნება გარდა იმისა, რომ დათო იმღერებს, მინდა რომ ჩვენთან ერთად იქნება ოპერის სოლისტი სულხან გველესიანი, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა პიონერ ფილმთან ერთად რა. და აი ასეთი იქნება რა, აგრეთვე მომღერლები იქნებიან, პატარა მომღერლები, დიდი მომღერლები. ფიქრობ რომ კარგი უნდა გამოვიდეს. 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება ფესტივალი, ხო? 25-ში დაიხურება, პრიზები ახსენეთ და რა კრიტერიუმებით შეფასდებიან ნომინაციებზეც რომ გვითხრათ, დიახ, საინტერესო. 11 ნომინაცია გვაქვს, ერთიდან გრან-პრია, ანუ ყველაზე საუკეთესო პრიზი, ასე რომ ვთქვათ, და დანარჩენები საუკეთესო მსახიობი ბიჭი, საუკეთესო მსახიობი გოგო, რეჟისურა, ოპერატორა და ასე შემდეგ 11 ნომინაციისგან შედგება და ჟიურის წევრები შეარჩევენ გვექნება მე დებატები მაგასთან დაკავშირებით. ჟიურის წევრები დასხდებიან, არჩევენ რომელ ფილმს რა ნომინაციაში ეკუთვნის პრიზი და 25-ში გადავცემთ ჩვენს კინომოყვარულებს. თქვენ რამდენად იღებთ მონაწილეობას ჟიურისთან ერთად? ეს ახსენეთ. მე მათთან ერთად ვიქნები და ესე იგი, როდესაც დაიწყება გადაწყვეტილების მიღებაში თქვენს გადაწყვეტილების მიღებაში მეც ცოტა ჩავერთვები. ერთი პატარა ფილმი გვაქვს, რომელსაც ქვია გაიღიმეთ. რატომ წარმოვადგინეთ ეს ფილმი გადაღებული გვაქვს 40 წლის წინათ გადაიღო ნიკა ვაჩაიშვილი ასეთი ნიკამ ვიცით რეზო ცხარაძე და მე მარჯანიშვილი რა ფილმი იცით ქუჩაში დადგენ და ყველა გამოსეუნებოდეთ გაიღიმე და კამერაში გამოიხედეთ არა საინტერესო ძალიან საინტერესო ფილმი იყო რუსეთში მოსკოვში გავიდა უცხოეთში ყველგან დიდი წარმატება ჰქონდა მაგრამ გადაღებულია 16 მმ-იან ფირზე უნდა დაგეკო ეხლა ეს ფილმი გავიმიორეს თავიდან გადავიღეთ და აი საინტერესოა აი განსხვავება იმ პერიოდის ხალხის იმ პერიოდის ბავშვების სხვადასხვა გავლენების აი ღიმილი უკვე სხვადასხვანაირია ხო ერთი ესეთი შეკითხვა გამიშთა რომ აი 13 წლიდან 20 წლამდე ხო 13 წლის ბავშვის ხედვა მაინც უცხო არის 20 წლის უკვე ზრდასრული ადამიანია და ანუ როდესაც ვთქვათ ირჩევა ფილმები და ხდება შეფასება ცოტა რთული ხო არ არის ვთქვათ აი ამ ასაკობრივ ზღვარზე როდესაც არის მეუბნებიან რომ მოდი ერთი გრან-პრი ორი გრან-პრი გავაკეთოთ მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ერთი გრან-პრი უნდა იყოს და იყოს ამ 19 წლისა და 19 წლის ბავშვს შორისა და დაუშვათ 12-13 წლის ბავშვისთვის ერთი გრან-პრი ეს მაინც უფრო მატებს ამ გრან-პრის თავის წონას ვიდრე რამდენიმე გრან-პრი გავაკეთოთ. სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ თუ ისეც ვთქვათ იღებენ 13 და 14. არა, თუნდაც არა, მაგრამ უკვე ვთქვათ აზროვნებაში ხედვა შეიძლება. საკმაოდ ზოგჯერ პატარა ბავშვების ფილმებიც უფრო სჯობს, ანუ უფროსებისაც. კიდევ რა გვაქვს საინტერესო იცით? ხვალვე სტუმრები გახსნის შემდეგ წაიყვანენ ჩვენი ბავშვები ოჯახებში. მე მინდა რომ ნახოთ როგორც ცხოვრობთ რანერი ვართ სტუმრად იყოლებოთ 1-4-5 საათი და პლუს აი ამ დროს უნდა გადაიღონ ორწუთიანი ფილმი მონტაჟის გარეშე
თან საქმე ხო აუცილებლად. ესე იგი კამერა, ტელეფონი დაიჭირო და გადაიღო რაც უნდა თბილისშია შეუძლიათ იგივე ოჯახი გადაიღო. თან ქართული სტუმართმოყვარეობა, თან საქმე, თან ფილმის და მე დახურვის დროს გვექნება უკვე კონკურსები ჩამოვაჯამებთ ვინს ფილმია უკეთესი 2 წუთიანი და გადავცემთ ბატონ გრიგოლ ფესტივალი რამდენად ითვალისწინებს რომ ქართველებიც წავიდნენ უკვე მათ ოჯახებში ევროპის ქვეყნებში უცხოეთში ვიცით რა ადრე დამყავდა ხოლმე ადრე ამერიკაში წავდა 6 ჯერ ვიყავით ამერიკაში პიონერ ფილმი იაპონიაშიც ვყავდა ბავშვები ამ ბოლო დროსოდა გართულდა მაგრამ იმედია რომ ყველაფერი გამოსწორდა ბატონ გრიგოლ აი რაღაცნაირად შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი უთხრათ მაყურებელს ისიც რომ ხვალ გავიმეოროთ რომ ხვალ არის გახსნა 12 საათზე ეროვნულ სასახლეში და აი თქვენი დამოკიდებულება ნუ მესმის 45 წელია ხო რაც ტარდება და რაც თქვენი დაფუძნებულია თან და აი ამ პროექტის ამ ფესტივალის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში უკეთესობისკენ შეიცვალა თამუნა. რა კაჩნია რა კუთხით შევაფასებთ. გეტყვით რომ ძალიან არიან ბავშვები მონდომებული. ძალიან ბევრი ამდენი ფილმი აი რაც წელს ჩამოვიდა საქართველოსთან. ეს უკვე დიდი ამბავია. შეიძლება ეს ჩემი ფესტივალის დამსახურება მაგრამ აი ომში ტარდება ბატონი ზვიადოლიძე ატარებს ირაკლი ჯაოშვილი დათო გუჯაბიძე ატარებენ ესენიც და აი ყველაფერი ერთად დაიძრა და აქედან ბევრი გამოდის მერე ნამდვილი რეჟისორი და მე ყოველთვის ვამბობ რომ აი ნებისმიერ ტელევიზიაში რომ მივა ყოველთვის მესმის ხოლმე გამარჯობა გრიშა მასწ ეს უკვე დიდი ამბავია მესმის რომ მესალმებიან პიონერ ფილმები რომლებიც უკვე მუშაობენ თქვენ მზადებით სახალხო გრიშა მასწ ისაც თქვენთან აღწავლია მაინც ეს მოგვარდა და მადლობა მინდა უთხრა თქვენ ტელევიზიას რომ აქ რომ მოვდივართ ის ფესტივალი მე კარგად და წარმატებით დალოცვილია ხოლმე დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან მობრძანებისთვის გისურვებთ წარმატებას პიონერ ფილმის ხელმძღვანელი ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე და პიონერ ფილმელი თამუნა ცამბაია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები დღევანდელი გადაცემის დახურვა გვაქვს ელისაბედ აბულაძე და გეგინო სიწერიძე მუშაობდით თქვენთვის ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ნახვამდის